გადაცემით სპორტის დრო ლაშა გიორგობიანთან ერთად. დღეს ჩვენი სტუმრები გახლავან სოხუმელი ჟურნალისტი, ყველასათვის ცნობილი ბატონი თენგიზ პაჭკორია, საქართველოს კარატეს ფედერაციის პრეზიდენტი ბატონი კახა ბასილია, ნარდის ფედერაციის პრეზიდენტი და ევროპის ჩემპიონი გუნდურ ასპარეზობაში ბატონი თემურ კურციკიძე. ასევე ჩვენთან ერთად გახლავთ ბატონი ჯუმბერ ლეჟავას გზის გამგზელებელი ნოდარ ბერიძე, ველოტური მშვიდობის გზა, როგორც მოგახსენებთ უკვე, ბატონი ჯუმბერ ლეჟავას გზა მოგეხსენებათ, რეკორდსმენი სოფლიო მოიარა ბატონმა თენგიზმა, ბატონმა ჯუმბერმა. მაშასე ჩვენ ვიწყებთ საუბარს. ბატონ თენგიზ, ჩვენ დავიწყოთ. უკვე შეიძლება ითქვას წელიწადი მთავრდება ბატონ თენგიზ, აი თქვენ როგორ შეაფასებდით აი სპორტულ მოვლენებს, რაც აქამდე გაიმართა? მოგესალმებით, რასაკვირველი უბრიანი იქნებოდა რომ ბატონ კახას დაიწყო, მაგრამ რადგანაც მომისით მოკლედ ვიწყე 2-3 წუთში. პირველ რიგში მინდა ყველას მიულოცო დამდეგი ახალი წელი, უსურვო საქართველოს და ყველას ჩვენთაგანს ვიც უცხოეთში ცხოვრობს ჩვენ თანამემამულეებს, მთლიანად სამყაროს უსურვო მშვიდობა და უსურვო რომ საქართველოსთვის ეს უფრო წარმატებული წელი ყოფილიყოს ქვეყნის მშვიდობიანი გაერთიანების კუთხის მიმართულებით. რაც შეეხება სპორტს, წლევანდელი წელი ჯამურად და რასაკვირველია მეტნაკლებად წარმატებული იყო, დაწყებული ევროპის სოფლიო ჩემპიონატები და ასე შემდეგ დამთავრებული ოლიმპიური თამაშებით, მაგრამ ყოველთვის არის რასაკვირველი ცოტა უკმაყოფილება რომ მეტი შეგვეძლო, ერთი მედალით მეტი, ორი მედალით და ასე შემდეგ, ერთი ადგილით, ორი ადგილით, ეს ბუნებით ასეა, მაგრამ მინდა ყველას მიულოცო დამდეგი ახალი წელი და უსურვო წარმატებების სპორტსმენებს, ყველას ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს და სარგებლო შემთხვევით ერთ-ერთი პირველი შეჯიბრება მომავალ წელს იქნება 4 იანვარს თბილისში მაღლიბ კორპუსთან მდებარე ახალ სპორტის სახლში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი ხელბურთში საქართველოს ლუქსემბურგი. 4 იანვარს გონი მაინც და მაინც დატვირთული სამწუხაროდ ბატონ თენგიზ ორი მატჩი ისრაელთან წავაგეთ, ჩვენ ვესწრებოდით. ის იყო ამხანაგური მატჩი, ვესწრებოდით. აქ არის ოფიციალური მატჩი ლუქსემბურგთან და გვაქვს იმედი რომ ჩვენ მოვიგებთ და წინ წავიწებთ და ყველას პატიჟებთ ავავსოთ ტრიბუნი და ამით ხარი დაუჭიროთ ჩვენ ნაკრებს. დიახ, მინდა გითხრათ რომ დღეს 30 დეკემბერია საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი 60 წლის გახდა, იუბილე ჰქონდა დღეს და ბატონი ჯამლეთ ხუხაშვილი ამ ღონისძიებას ესწრებოდა. ჩვენ გულითადად ულოცავთ პირველ არხს და მის შემოგმეტებით ჯგუფს ამ საიუბილეო თარიღს. აი თქვენ რა სიტყვით ამასთან დაკავშირებით? მიულოცეთ, აი თუ შეიძლება შეუერთდებით ამ მილოცვას, პირველი არხი ეს არის საზოგადოებრივი ტელევიზია, მე უფრო უსვრის თქვენთან კვლავ გადმოვდივარ სიტყვით. ბატონ თენგიზ, დღეს აი სოხუმელი სპორტსმენების შესახებ თუ შეიძლება აფხაზეთის სპორტსმენების შესახებ აი რა ეტაპზე არიან, სად მონაწილეობენ, მე მინდა გითხრათ კიდევ რომ აი სოხუმის გუნდზე საკალათბურთო და ასე შემდეგ, აი რა შეიძლება რომ დავიწყებ ამ ბოლა წლიდან სოხუმის საკალათბურთო გუნდი არის პოლამიცის დიდი ბევრი სიტყვის გარეშე, ეს არის საქართველოს ერთიანობის სიმბოლო. გუნდი რომელიც აგრძელებს იმ ტრადიციებს, რომელიც შეიქმნა 91 წელს დაარსებული სოხუმი 91 ერქვა იმ გუნდს. ვალერი ჯგირენა ტომიკა იყო მისი პირველი მწვრთნელი და სახელმწიფო კალათბურთელი თბილისის დინამო და საბავშვოების ნაკრების. იმ გუნდში ვაჟა კვარაცხელია იყო ასისტენტი, თამაშენწე. ვალერი ჯგირენაიაცი ის გუნდი 91-12 წელს მონაწილეობდა ჩემპიონატში, ომი დაიწყო და რამდენიმე კაცი წევრი იმ გუნდის მონაწილეობდა საომარ მოქიცავდა თავის ქალაქზე, იცავდა საქართველოს ერთიანობას. ერთი კაცი დაიღუპა გუნდის წევრი, რამდენიმე დაიჭრა. მათ შორის ვაჟა კვარაცხელიაც იცავდა ბიჭებთან ერთად. 95 წელს რეალურად აღსდგა ეს გუნდი და იმ წლიდან თამაშობს საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში სოხუმი. სხვადასხვა სახელები ჰქონდა, ჯერ კოლხემერე, სოხუმის უნივერსიტეტი, მერე სოხუმი, ასე შემდეგ. 12 თუ 13 კაცი გაზარდა ვაჟა კვარაცხელიან და სხვა მწვრთნელებმა ამ გუნდში საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის. საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი ვაჟა კვარაცხელია ბატონო. მათ შორის ნიკა ცკიტიშვილი, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო სტეფანიას შემდეგ და ზადაპაჩულიასთან ერთად იმის შემდეგ NBA-ში ცკიტიშვილმა 5 სეზონი ჩაატარა, კიდე სხვა რამდენიმე მოთამაშე.
პლუს ბოლო წლებში იცით რომ სოხუმის გუნდი არის აღორძინების გზაზე და ბოლო 5 წლის განმავლობაში 3-ჯერ იყო საქართველოს 4 საუკეთესო გუნდს შორის და პლეი-ოფში მონაწილეობდა ნახევარფინალში პლუს 20 წლამდელებს შორის გუნდი ბოლო 5 წლის განმავლობაში 3-ჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი 2011 წელს მონაწილეობდა ევროჩელენჯში სოხუმი საქართველო ამ ჯორჯია სოხუმი და წელსაც ცოტა გაუჭირდა ამ გუნდს რადგანაც მეკითხებით სტარტი მაგრამ ნელ-ნელა აკრიფავს და ალბათ იბრძოლებს იმისათვის რომ კვლავ მოხდეს 4-ში და ეროვნული თასშიც წარმატებითი ასპარეზობს რაც შეეხება სხვა სახეობებს ახლა იქ პეტერბურგშიც არიან გუნდები სოხუმის სხუმის აღორძინება რომელიც სათავეში სოხუმის სხუმის პირველ რიგში ამას სხვა დატვირთვა აქვს დინამოს სხვა დატვირთვა აქვს გასაგებია სოხუმის სხუმი რომელიც ხელმძღვანელობს სოხუმელი ბიჭი სოხუმელი კაცი ალექსანდრე წულაია ის იყო საქართველოს ჩემპიონი იყო სროლაში მე ხმრობით ვეუბნები მშვიდობიან სროლაში და საკვაშირის პრიზიორი მე დაიწყო ომი და იცავდა 92-13 წლებში სულ 20 წლის იყო ის ბიჭი და იცავდა საქართველოს ერთიანობას დააჭრილიც იყო მე იყო ბიზნესში უცხოეთში და 3-4 წელი რაც მოკიდა სოხუმის გუნდს და ცდილობს რომ წაიწერა რთულია არასაკურველი კონკურენცია დიდია ყველაფერი და მინდა ვიფიქრო რომ გამოვხატო იმედი რომ საქართველოს სახელმწიფო და ხელისუფლება ეხმარებიან რასაკურველია, მაგრამ უფრო მეტის დახმარება საჭირო ამ კუთხით რატომ? ავიღოთ სიტყვაზე ვამბობ აზერბაიჯანი. აზერბაიჯანში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია ფეხბურთში ყარაბახ აზერბაიჯანი, რომელიც გამოდის ევროლიგაზე, გამოდის წარმატებით, რამდენიმე ეტაპიც გაიარა შარშან წინ, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს ყარაბახ აზერბაიჯანი. უკრაინის ჩემპიონი ჰოკეიში გახდა დონბას უკრაინა ევროლიგაში თამაშობს. კვიპროსის დევნილთა გუნდია, კვიპროსის ანორტოსის, რომელიც ძალიან გაწარმოებული გუნდია. ნუ შახტიორზე არ ვამბობ, ახლა ისიც დევნილთა გუნდია და აქ ჩვენ ვერ ვიტყვით რომ არ გვეხმარება სახელმწიფო, მაგრამ საჭირო მე ვფიქრობ უფრო მეტი კონცენტრაცია და კერძო სფეროდან, კერძო ბიზნესიდან ჩვენ ვცდილობთ, ისე კი არ ველოდება ახლა ვაჟაკვარაცხელი რომ ვიღაცა მოვა, ვცდილობს მუშაობს, ძალიან რთულია თქვენი ინვესტიციების მოზიდვა. სხვა სახეობებშიც აქვს წარმატებები, ეს ამასთანავე იყო დაჯილდოება იყო, დიახ დაჯილდოება იყო ამასთანავე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სპორტის დეპარტამენტმა ვიტალი ბენდელიანმა ჩაატარა ეს ღონისძიება დაჯილდოება იყო, თქვენი ბრძანდებოდით იცით, წარმატებით სხვადასხვა სახეობებში, ჭიდაობა, კარატეც, სხვა სახეობებში, ბურთიან სახეობებში, როგორც ჩვენ ვიტყვით, რაგბიში რამდენიმე კაცი არის ეროვნულ ნაკრებში წარმოშობით აფხაზეთიდან, იქ დიახ, 3 კაცია მგონი ეროვნულ ნაკრებში, ახალგაზრდა გუნდშიც არიან და ასე შემდეგ, მაგრამ რასაკურველია ყველაფერია დამოკიდებულია ინფრასტრუქტურაზე, ფინანსებზე და სამწუხაროდ ისეა რომ ბიზნესმენების ერთ ნაწილს ეს ესმის, კარგად და მეტნაკლებად ცდილობენ დაეხმარონ ქართული სპორტის განვითარებას და მეორე ნაწილს ვეუბნები დაეხმარონ, როგორ სახელმწიფო ხომ ეხმარებაო მე ვეუბნები თელ სოფლიოში სახელმწიფოც ეხმარა და კერძო ბიზნესიც იმიტომ რომ ბიზნესმენი იმ დროს არის ძალიან წარმატებული როცა თავისი შემოსავლის ამ კომპანია თავისი შემოსავლის ნაწილს დებს სპორტში საქველმოქმედო ღონისძიებებში და თუ გინდა რომ რასაკვირველია ჭკუის წარმოება არ უნდა გამომივიდეს მაგრამ თუ ის კარგად და პრაგმატულად იქნება დადებული ისიც მოიტანს მერე გარკვეულწილად პირდაპირ არაპირდაპირ გაგებით შემოსავალს მოგებას წარმატებას პერიოდში სპორტის კუთხით შეიძლება ფინანსური კუთხითაც მოიტრომ იმას მოაქვს მერე აქეთ ინვესტიცია აქეთ ცნობადობა ბიზნეს სფეროების გაპარტოება და ასე შემდეგ და მინდა კიდევ ერთხელ რადგანაც უკვე არ მომეცემა ალბათ სიტყვა არა მე აქ უფრო ისეთი ხალხი უფრო მეტი უნდა ისაუბრონ მე იმედი მაქვს რომ მომავალ წელს ჩვენი საზოგადოება უფრო აქტიურად დაესწრება ამ ღონისძიებებს სამწუხარო ის რომ დაუშვათ ქუთაისში ბათუმში სხვაგან
გადაჭედილია დარბაზები, როცა ტარდება რაღაცა ტურნირი, ეს გუნდური სახეობაა თუ კარატე თუ ჭიდაობა და ასე შემდეგ, გადაჭედილია თითქმის და თბილისში სამწუხაროდ თუ ეროვნული ნაკრები არ თამაშობს და გააჩნია კიდევ რომელ სახეობაში თუ რაგბი თამაშობს, არის ანშლაგი, კალათბურთის ნაკრები თუ არის, თითქმის არის ანშლაგი, მაგრამ ეროვნულ ჩემპიონატებში და იმაში სამწუხაროდ მე მესმის ხა სამი გამარჯვება სოხუმი აი ამის შესახებ რა და მე იმედი მაქვს რომ აუცილებლად უფრო მეტი ხალხი მოვა რეგიონებში დადის ბატონო კი რეგიონებში დადის და მივმართავთ ხოლმე მშობლებსაც რომ თავისუფალი დრო როცა არის ყველა ერთ-ერთი ყველაზე კარგია ოპერასთან და თეატრთან ერთად არასაკურველია სპორტი იმიტომ რომ ამას ბევრი კუთხით მოაქვს ბევრი კუთხით და ყველას მიმართავ რაც შეეხება კალათბურთს ახლა უხერხულია მარტო ერთ გუნდზე ვისაუბროთ არ ვიცი ჩემ მე არ ვიყო წინასწარ ვიბრძით იმისათვის რომ 4 ხელში მოვხდით დანარჩენს გვაჩერებს ცხოვრება კი ბატონო კახა თქვენ ხშირად დადიხართ სოფლიო მასშტაბით და ტურნირებში იღებთ მონაწილეობას აი ამ ტურნირებში გობა და რაც მთავარია, ну ასეთი შეკრება ვინც მოაწყო, იმასაც დიდი მადლობა ორგანიზატორებს, დღევანდელი არქის ხელმძღვანელებს, უკვე პირველი არქის სახეც არ არის, საზოგადოებრივი მაუწყებელი. მაგრამ მოვედი აქ და გამიხარდა, რომ აქ არის კახაბასილია, რომელიც ეხლა აი კარ უსულოდ რო ამბობენ. მაგრამ მოვედი აქ და გამიხარდა, რომ აქ არის კახაბასილია, რომელიც ეხლა აი კარ უსულოდ რო ამბობენ, სკარაბლიანა ბალ შეჯიბრებიდან რომელიც დიდი ტურნირია, ძალიან დიდი ტურნირი, რომელსაც ატარებს კახაბასილია, რომელიც ალბათ იცით ახლა უკვე ისაუბრებდით არაოლიმპიურ სახეობათა ეროვნულ კომიტეტზე, რომელიც გახლავთ ვიცე-პრეზიდენტი. არა, ამაზე არ ვისაუბრია, არა. ველოდებოდი თქვენ სულ ახლახან შეიქმნა ჩემო ლაშა ისახი, ვინც ეს ძალიან ამის შესახებ კიდე ბატონო არაოლიმპიურ სახეობათა ეროვნული კომიტეტი არ შეიქმნა, იყო შექმნილი. ჩვენ თქვით ერთი კვირის წინ, მაგრამ კიდევ ფასტუმრებია ეს კომიტეტი დიდი ხანია, ჩვენ უკვე 10 წელზე მეტია რაც რადიო ჯაგო კოდემაღალას სახელობის და აგერ ხდება 11 წლის 15 იანვარს. აჯილდოებს სხვადასხვა სახეობაში გამარჯვებულებს, რა თქმა უნდა, არაოლიმპიურ სახეობებში და როგორც კახაბასილია, ასევე ჩემი თემური და გარდა კახასა და თემურისა ძალიან ბევრი თენგის პაჭორია ყოველთვის ჩვენთან არის, ნოდარბერი ჩვენთან არის, თუმცა ფულის გარშემო არ ტრიალებს და შენც იქ ახარ ხოლმე, როდესაც 15 იანვარს დაბადების დღეს, კოტე მახარაძის რადიოს დაბადების დღეს და არდა კოტეს 90 წელი შეუსრულდა და პირველი სპორტული რადიო საქართველოს. რა თქმა უნდა, ეს ყველამ კარგად იცის, რომ სუფთა სპორტი, მუსიკა და ეხლა უკვე შემეცნებითი გადაცემები დაემატა. ისე რომ ეს კომიტეტი, რომელიც შეიქმნა, რა თქმა უნდა, სიკეთის მეც არაფერს არ გააკეთებს. მე მინდა მუხტას ნატობიშვილს მადლობა უთხრა, იმიტომ რომ აქამდე მოიტანა მაინც კახა. ასია თუ ისე მაინც აქამდე ბატონი კახაც იმ დღეს ჩვენთან ერთად იყო. ყველა შეჯიბრებას ესწრებოდა. სული და გულით ცდილობდა რომ ყველაფერი ნორმალურად ყოფილიყო. რა თქმა უნდა, ის ჩვენ დავტოვეთ და მე მგონი სამართლიანათაც საპატიო პრეზიდენტად, იგი გადავიდა ქალაქის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტად. და რა თქმა უნდა, ესეც ძალიან დიდი დაფასებაა, იგი მადლობელია ლერი ხაბელოვის, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის და სხვა ხელმძღვანელების ჩვენ ხელშეუწყობდა ისიც როგორც საპატიო პრეზიდენტი. და თქვენ ხართ არჩეული ბატონო არაოლიმპიურ ხო ნუ მე ვარ არჩეული პრეზიდენტად, თუმცა მე რომც არ აერჩიათ, სულ ერთია და რომც არ დაენიშნათ, მე მაინც ვაკეთებდი ჩემს საქმეს ამ ჩემი გუნდის წევრებთან ერთად. დღეს ჩემო ლაშა, დღეს მე მგონი ძალიან საინტერესო ამბები მოიტანეს, როგორც ნოდარ ბერიძემ, რომელიც აგზელებს ჯუმბერ ლეჟავას სახელს, უკდავ სახელს და მის დაწყებულ საქმეს აგზელებს და შეეხება კახაბასილიას, როგორც ისიც ის არის უკვე ვეკაეფის კარატეს ფედერაციის პრეზიდენტი 2020 წელს უკვე ოლიმპიურ თამაშებში მიიღებს მონაწილეობას, თუმცა კახაბასილიას გარდა ვეკაეფისა კიდევ უამრავი სხვადასხვა ფედერაცია აქვს, რომლის ხელმძღვანელია და რომელიც დღეს და ღამე მე არ ვიცი ახლა ჩემ გვერდში როზის იმიტომ კი არა რომ ჩვენ ვართ მეგობრები, მაგრამ მე გაოცებული ვარ მისი ორგანიზატორული ნიჭით. ამასთან კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, ამას ხშირად ვამბობ, მაგრამ მიხარია რომ მომეცემა საშუალება, რომ ეს არის მერვე დანის ფლობელი ადამიანი, რომელმაც იმ დღეს სპორტის სასახლეში არც კინა, არც ხვა და არც ფიცარი არ დატოვა. სულ ყველა გატეხა თავით, მოკლედ გააგიჟა იქ ყოფი ხალხი, რადგან ის უკვე კარატისათვის წლებშია, მე ვამბობ, მოქმედი კარატის
კარატისათვის, თორე ისე კარატისტები ჩვენ ყავს იაპონიაში ვიცით 90 წელს მიტანებული ხალხი არიან და იმ იაპონიაში და იმ საიმპერატორო სასახლეში სადაც მას ბერზე ადგომით ხვდებიან, უნდა იცოდნენ. სულ ყველა თუ რა პიროვნებასთან აქვს საქმე, აქ არის ჩემი თენგიზ პაჭკორია, რომელიც რა თქმა უნდა ეს არის საერთაშორისო ჯერ ეგეთი ჟურნალისტი საერთაშორისო მეორე ერთი განაცხადეთ საგარეო მინისტრი საგარეო მინისტრი სოხუმი გრუზია ასე ქვია მას და თითქმის ყველა მის ჩაცმულობა სწორედ აი ამ სახით წაადგება პოლიტიკურ რბილად რო სადაც სპორტია იქვეა ბატონი თენგიზ პაჭკორია თავისი ტრანსპარენტ სახეობის და მithumetes არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროფესიონალი თავის საქმის და თუ Facebook-ზე თუ სხვადასხვა გაზეთებში ყველგან არის მისი მოწინავე სტატიები სხვადასხვა რუსულ ენაზე, ქართულ ენაზე, ყველა ენაზე. რაც შეეხება აქეთ ჩემგან მარცხნივ ევროპის ჩემპიონი ჭიდაობაში, შემდეგ უკვე ნარდის ასოციაციის დამფუძნებელი, ფედერაციის შემდეგ ასოციაციის დამფუძნებელი და რომელიც გახლავთ გენერალური მდივანი, აი ჩვენი ახლახან შექმნილი აღორძინებული არაოლიმპიურ სახეობათა ეროვნული კომიტეტის ახლახან დანიშნული თემური რომელიც აკეთებს ყველაფერს მას დააწვა ძალიან დიდი ჯაფა დატვირთვა სიმძიმე მხრებზე მაგრამ მას ისეთი გამოცდილება აქვს და ისეთი ვარიშები აქვს ჩატარებული ახალგაზრდობაში რომ მე მგონი უმაღლესი პიროვნება გადაიტანს შეეხება ნოდარბერიძეს ეს არის ადამიანი რომელმაც ჯუმბელ ლეჟავას სახელი უკდავყო ადამიანი რომელიც ათეული მე მგონი ათეულობით ყოფილა მე ჯუმბელ ლეჟავაზე ვსაუბრობ გინესის რეკორდის ავტორი მე მგონი 30-40 ზუსტი ციფრი არ ვიცი მაგრამ მე ვიცი რომ მრავალი ათეული რომელთაც აღინიშნება მისი სოფლიო მოიარა სოფლიო კი არა ჯუნგლები მოიარა ესე იგი ჯუნგლებში შედიოდნენ ლომები იმას ჩამდნენ და მოკლედ შევიდა ჯუმბელ ლეჟავა და გამოვიდა სასალამათი ნოდარბერიძესაც უნდა ამის გაკეთება მაგრამ ჯერჯერობით გაყინული ცივი სწორედ იმ ურალიდან ჯერ ვერ გამოაღწია წარმატებები უსურვოთ ნოდარბერიძე რომელიც არის მე არ ვიცი აი ასეთი ადამიანი უნდა დაიბადოს არ არსებობს ვერავინ ვერ შექმნის რაც უფრო მეტი იქნება მით უფრო უკეთეს რომელსაც თავისი პრობლემები აქვს თავისი სხვა საქმეებია გასაკეთებელი მაგრამ თავის უფროსი მეგობრი ჯუმბელ ლეჟავას ამ ამდერს არ ივიწყებს და აკეთებს ყველაფერს ჩვენ მას ხარში უნდა ამოვიგეთ ყველა ქალაქში მე მესმის მისი დარეკვები ღამის 2 საათზე პირველზე 3-ზე ამას ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა რომ მეტყვის რომ კამჩატკაზე ვარ -45 გრადუსი ყინვა ეს კი ველოსიპედზე ზის ამხელა კაცი ჯერ ეგეთი წონითაც მე მგონი ახლა ჯუმბელ ლეჟავა ცოტა სხვა წონისა იყო ეს სხვა წონისა და აი ამ წონის კაცი ველოსიპედით რო შემოილის სოფლიოს და სამყაროს ეს არის საოცრებო შემოდაშა და რა თქმა უნდა ჩვენს აი ამ გადაცემაში ჩვენს მიმოხილვაში მე კიდევ ერთხელ მინდა მოვიყადო ბოდიში ტელემაყურებელთა წინაშე უთხარით ტელემაყურებელთა შენ უკვე უთხარი მიზეზი და აი გავერთიანდით რა პირველ არხზე ვინც არიან ის არის ხალხი ვინც ყველა არს ეკუთვნის ის ბაჭკორიას რაღაცა აქვს სათქმელი კიდია თუ ძალიან ბატონო ჩვენ გადაცემა ძალიან საკმაოდ ბევრი ხალხი უყურებს და ახალგაზრდები მათ შორის ბატონმა ჯამლეთმა დაახასიათა თითქმის ყველა ვინც არის ლაშაზე ნაკლები თქვა მაგრამ მე შევავსებთ ამ პატარა ნაკს მაგრამ მე მინდა გითხრათ თვითონ ბატონ ჯამლეთზე ერთი წამით ახალგაზრდებს ვეუბნები რომ არა მარტო კომენტატორი არის ძალიან დიდი სპორტული წარსული აქვს ბატონ ჯამლეთს როცა მე ვსწავლობდი მის ბიოგრაფიას და მე ნელ-ნელა ვალაპარაკებდი თბილისის ჩემპიონი კრივში თამაშობდა ფეხბურთს მე იყო საკმაოდ წარმატებული ხელბურთელი და საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში სტუდენტებს შორის გუნდმა აგრარულმა უნივერსიტეტმა ხო სოფლის მეურნეობის ინსტიტუტმა დაიკავა მგონი მეორე თუ მესამე პირველი ადგილი ჩემპიონი გახდით სტუდენტებში მე რა ის მაღალი დონე იყო ის ჩემპიონატი ფაქტიურად უნივერსიადა იყო ეს ფაქტიურად უნივერსიადა ამ 15 რესპუბლიკის 15 ქვეყნის შემდეგ აიყვანეს თბილისის ბურევესტიში რომელიც იმ დროს 64 წელს იყო ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ევროპაში ჩემპიონთა თასი აიღეს 63-ში თუ 64-ში აიღეს
ჩემპიონთა თასი ფინალში გავიდა. ფინალში ავიდნენ და იუგოსლავიის გუნდთან წააგეს, ხო, კენჭისყრით. მაგრამ ეს სამი თვე ვიყავი ამ გუნდში და კიდე კარგი რომ მე ამ გუნდიდან ახლა ინციდენტი მომივიდა ეს სამყარო გახელბურთთან წამოვედი და გავხდი სპორტის. ამიტომ ამას ადროღები ახლა. მე გახდით თქვენ კომენტატორი, დაიწყეთ და არა მარტო კომენტატორი, არამედ კარგი ორგანიზატორი საქართველოს ეროვნული ნაკრები რომ შეიქმნა კალათბურთში 94 წელს, იქ რამდენიმე კაცი იყო ამის ორგანიზატორი, ერთ-ერთი მთავარი ძალა როგორც თქვენ მოტორი და დისპეჩერი იყო ბატონი ჯავლეთი. ესოლი ბარდელიანი, ნოდარ კორკია და როლანდ ხომერიკი ფედერაციიდან მაგინ და ახლა ბოლოს მივდივარ იმისკენ რაც ის მე დავიწყე 4 იანვარს თბილისში ახალ სპორტის სახლში მაგალითად ტარდება ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო შესარჩევი ტურნირის ოფიციალური მატჩი საქართველოს ლუქსემბურგი ხელბურთში ჩვენი ნაკრები კიდევ ერთხელ მოგმართა თხოვნით ახალგაზრდებს მოდით ახალი წლებია და ვინც თბილისში არის მობრძანდით ამას წინათ 2 დღე 2 მატჩი სპარინგ მატჩი ჩაატარა ისრაელის ნაკრებმა 37-38 ორი ანგარიშით ორი თამაში ერთნაირი და მინდა გითხრათ რატომ ყვები ახლა ამას ისრაელის დელეგაციას მოყვებოდა ისრაელის გუნდს ფედერაციის წარმომადგენლები და წვნელები და ერთ-ერთმა წვნელმა გადმომცა მე ისრაელის ხელბურთის ასოციაციის ემბლემა და შესაბამისი ატრიბუტიკა მთხოვა სად არისო ბატონიჯა მე უთხარი სხვა ღონისძიებაზე და ამიტომ მინდა ეს გადმოგცეთ ოფიციალურად როგორც ორი ქვეყნის მეგობრობის აღსანიშნავად მინდა ეს სიმბოლურად გადმოგცეთ რადგანაც ხელბურთელი ხართ და მინდა ეს გადმოგცეთ დიდი მადლობა დენგო წარმატებებს გისურვებთ და კიდევ მინდა გითხრათ რომ რატომ არის ვეტერანი კომენტატორი რეკორდსმენი ბატონი ჯამლეთი 73 წლის არის და 53 წელი მუშაობს ტელერადიო კომენტატორად ტელერადიო როგორც ვიცით რომ გაგზავნილია საბუთები ბატონ ჯამლეთზე ინესის წიგნში ახლა ისინი არკვევენ იყო თუ არა ვინმე ხომ არ გამოგვეპარა რადიოში ყოფილა ხო უფრო მეტი მაგრამ ტელერადიო არ ყოფილა მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა მოგცემენ ოფიციალურად აღიარებენ თუ არა ყველა მიცის და ამასთანავე როცა ჩატარდა კოტე მახარაძეს ლეგენდარული კომენტატორის და მწყენვალე მსახიობის იუბილე 90 წლის თავის თქვენ იყავით ამის ორგანიზატორი მენეჯერი ძალიან ენერგიული კაცი ბრძანდებით თქვენი პატარა მინუსები რაც თქვენ გაქვთ ის თქვენ თვითონ იცით და ყოველთვის მუშაობთ რომ თქვენ ყოველთვის ამბობთ იმას რომ ვინც არ მუშაობს ის არ ცდება მაგრამ მთავარია გამოსტორდება ის სიტუაცია რომელიც არის სპორტში უკეთესობისკენ უნდა წავიდეს და გისურვებთ წარმატებას ბატონო ჯამლეთი დიდი მადლობა თენგო მე ვეღარ გაგეჩერე ახლა ჩვენ ახლა სამყანების ქება არა ქება არის ეს კონსტატაცია იყო ფაქტის კონსტატაცია არა ვარ კომპლიმენტატორები ვარ კომენტატორი ბატონო ჯამლეთ ბატონ თემურისთან გადავიდეთ შეკითხვით იმიტომ რომ დიდი ხანია სიტყვა არ მიგვიცია და რა იგეგმება ამის შემდგომ ბატონო თემურ თუ შეიძლება გადაცემით სპორტის დრო ლაშა გიორგობიანთან ერთად. დღეს ჩვენი სტუმრები გახლავან სოხუმელი ჟურნალისტი, ყველასათვის ცნობილი ბატონი თენგიზ ბაჭკორია, საქართველოს კარატეს ფედერაციის პრეზიდენტი, ბატონი კახა ბასილია, ნარდის ფედერაციის პრეზიდენტი და ევროპის ჩემპიონი გუნდურ ასპარეზობაში ბატონი თემურ ქურციკიძე. ასევე ჩვენთან ერთად გახლავთ ბატონი ჯუმბერ ლეჟავას გზის გამგზელებელი ნოდარ ბერიძე, ველოტური მშვიდობის გზა, როგორც მოგახსენებთ უკვე, ბატონი ჯუმბერ ლეჟავას გზა მოგეხსენებათ რეკორდსმენი სოფლიო მოიარა ბატონმა თენგიზმა, ბატონმა ჯუმბერმა, მას ასე ჩვენ ვიწყებთ საუბარს. ბატონ თენგიზ, ჩვენ დავიწყოთ უკვე შეიძლება ითქვას წელიწადი მთავრდება ბატონ თენგიზ, აი თქვენ როგორ შეაფასებდით აი სპორტულ მოვლენებს, რაც აქამდე გაიმართა? დაიწყო, მაგრამ რადგანაც მომეცით მოკლედ ვიწყე 2-3 წუთში. პირველ რიგში მინდა ყველას მიულოცო დამდეგი ახალი წელი. უსურვო საქართველოს და ყველას ჩვენთაგანს, ვინც უცხოეთში ცხოვრობს ჩვენ თანამემამულეებს, მთლიანად სამყაროს უსურვო მშვიდობა და უსურვო რომ საქართველოსთვის ეს უფრო წარმატებული წელი ყოფილიყოს.
ქვეყნის მშვიდობიანი გაერთიანების კუთხის მიმართულებით, რაც შეეხება სპორტს წლევანდელი წელი ჯამურად და რასაკვირველია მეტნაკლებად წარმატებული იყო, დაწყებული ევროპის მსოფლიო ჩემპიონატები და ასე შემდეგ დამთავრებული ოლიმპიური თამაშებით, მაგრამ ყოველთვის არის რასაკვირველია ცოტა უკმაყოფილება, რომ მეტი შეგვეძლო ერთი მედალით, მეტი ორი მედალით და ასე შემდეგ, ერთი ადგილით, ორი ადგილით, ეს ბუნებით ასეა, მაგრამ მინდა ყველას მიულოთ ამდენი ახალი წელი და უსურვოთ წარმატებების სპორტსმენებს, ყველას ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს და სარგებლო შემთხვევით და ერთ-ერთი პირველი შეჯიბრება მომავალ წელს იქნება 4 იანვარს თბილისში მაღლიბ კორპუსთან მდებარე ახალ სპორტის სახლში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი ხელბურთში საქართველოს ლუქსემბურგი 4 იანვარს გონი მაინც დატვირთული სამწუხაროდ ბატონ თემის ორი მატჩი ისრაელთან წავადეთ ჩვენ ვესწრებოდით ის ამხანაგური მატჩი ვესწრებოდით აქ არის ოფიციალური მატჩი ლუქსემბურგთან და გვაქვს იმედი რომ ჩვენ მოვიგებთ და წარიწებთ და ყველას პატიჟებთ ავავსოთ ტრიბუნები და ამით ხარი დაუჭიროთ ჩვენ ნაკრებს დიახ მინდა გითხრათ რომ დღეს 30 დეკემბერია საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი 60 წლის გახდა იუბილე ჰქონდა დღეს და ბატონი ჯამლეთ ხუხაშვილი ამ ღონისძიებას ესწრებოდა ჩვენ გულითადად ულოცავთ პირველ არხს და მის შემოქმედებით ჯგუფს ამ საიუბილეო თარიღს. აი თქვენ რა სიტყვით ამასთან დაკავშირებით? მიულოცეთ, აი თუ შეიძლება შეუერთდებით ამ მილოცვას, პირველი არხი ეს არის საზოგადოებრივი ტელევიზია, მე უფრო უსვრის თქვენთან კვლავ მოვდივარ სიტყვით ბატონ თემის დღეს აი სოხუმელი სპორტსმენების შესახებ თუ შეიძლება აფხაზეთის სპორტსმენების შესახებ აი რა ეტაპზე არიან სად მონაწილეობენ მე მინდა გითხრათ კიდევ რომ აი სოხუმის გუნდზე საკალათბურთო და ასე შემდეგ აი რა შეიძლება რომ ის დაიწყებს ბოლომდან სოხუმის საკალათბურთო გუნდი არის ბოლომის დიდი ბევრი სიტყვის გარეშე ეს არის საქართველოს ერთიანობის სიმბოლო გუნდი რომელიც აგრძელებს იმ ტრადიციებს რომელიც შეიქმნა 91 წელს დაარსებული სოხუმი 91 ერქვა იმ გუნდს ვალერი ჯგირენა ტომიკა იყო მისი პირველი მწვრთნელი და სახელმწიფო კალათბურთელი თბილისის დინამო და საბაშურის ნაკრების იმ გუნდში ვაჟა კვარაცხელია იყო ასისტენტი თამაშემწე ვალერი ჯგირენაიაცი ის გუნდი 91-12 წლებში მონაწილეობდა ჩემპიონატში ომი დაიწყო და რამდენიმე კაცი წევრი იმ გუნდის მონაწილეობდა საომარ იცავდა თავის ქალაქს და იცავდა საქართველოს ერთიანობას ერთი კაცი დაიღუპა გუნდის წევრი რამდენიმე დაიჭრა მათ შორის ვაჟა კვარაცხელიაც იცავდა ბიჭებთან ერთად 95 წელს რეალურად აღსდგა ეს გუნდი და იმ წლიდან თამაშობს საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში სოხუმი სხვადასხვა სახელები ჰქონდა ჯერ კოლხემერე სოხუმის უნივერსიტეტი მერე სოხუმი ასე შემდეგ 12 თუ 13 კაცი გაზარდა ვაჟა კვარაცხელიან და სხვა მწვრთნელებმა ამ გუნდში საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი ვაჟა კვარაცხელია ბატონო მათ შორის ნიკა წკიტიშვილი რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო სტეფანიას შემდეგ და ზადაპაჩულიასთან ერთად იმის შემდეგ NBA-ში წკიტიშვილმა 5 სეზონი ჩაატარა კიდე სხვა რამდენიმე მოთამაშე პლუს ბოლო წლებში იცით რომ სოხუმის გუნდი არის აღორძინების გზაზე და ბოლო 5 წლის განმავლობაში სამჯერ იყო საქართველოს 4 საუკეთესო გუნდს შორის და პლეი-ოფში მონაწილეობდა ნახევარფინალში პლუს 20 წლამდელებს შორის გუნდი ბოლო 5 წლის განმავლობაში სამჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი 2011 წელს მონაწილეობდა ევროჩელენჯში სოხუმი საქართველო ამ ჯორჯია სოხუმი და წელსაც ცოტა გაუჭირდა ამ გუნდს რადგანაც მეკითხებით სტარტი მაგრამ ნელ-ნელა აკრიფავს და ალბათ იბრძოლებს იმისათვის რომ კვლავ მოხდეს 4-ელში და ეროვნული თასშიც წარმატებითი ასპარეზობს რაც შეეხება სხვა სახეობებს ახლა იქ პერბურგის არიან გუნდები სოხუმის ხუმის აღორძინება რომელიც სათავეში სოხუმის ხუმის პირველ რიგში ამას სხვა დადრთვა აქვს დინამოს სხვა დადრთვა აქვს გასაგებია სოხუმის ხუმი რომელიც ხელმძღვანელობს სოხუმელი ბიჭი სოხუმელი კაცი ალექსანდრე წულაია ის იყო საქართველოს ჩემპიონი იყო
სროლაში მე ხმრობით ვშიდობიან სროლაში და საგვაშირის პრეზიდენტი მე დაიწყო ომი და იცავდა 92-13 წლებში სულ 20 წლის იყო ის ბიჭი და იცავდა საქართველოს ერთიანობას და აჯგვლიც იყო მე იყო ბიზნესში უცხოეთში და 3-4 წელი რაც მოკიდა სოხუმის გუნდს და ცდილობს რომ წაიჭერა რთულია არასაკურველი კონკურენცია დიდია ყველაფერი და მინდა ვიფიქრო რომ გამოვხატო იმედი რომ საქართველოს სახელმწიფო და ხელისუფლება ეხმარებიან რასაკურველია, მაგრამ უფრო მეტის დახმარება საჭირო ამ კუთხით რატომ? ავიღოთ სიტყვაზე ვამბობ აზერბაიჯანი. აზერბაიჯანში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია ფეხბურთში ყარაბახ აზერბაიჯანი, რომელიც გამოდის ევროლიგაზე, გამოდის წარმატებით, რამდენიმე ეტაპიც გაიარა შარშან-შარშანწინ, ამას დიდი მნიშვნელობას ყარაბახ აზერბაიჯანი. უკრაინის ჩემპიონი ჰოკეიში გახდა დონბას უკრაინა ევროლიგაში თამაშობს. კვიპროსის დევნილთა გუნდია, კვიპროსის ანორტოსის, რომელიც ძალიან გაწარმოებული გუნდია. ნუ შახტიორზე არ ვამბობ ახლა ის დევნილთა გუნდია და აქ ჩვენ ვერ ვიტყვით რომ არ გვეხმარება სახელმწიფო, მაგრამ საჭირო მე ვფიქრობ უფრო მეტი კონცენტრაცია და კერძო სფეროდან, კერძო ბიზნესიდან ჩვენ ვცდილობთ ისე კი არ ველოდება ახლა ვაჟაკვარაცხელი რომ ვიღაცა მოვა, ვცდილობს მუშაობს, ძალიან რთულია თქვენი ინვესტიციების მოზიდვა. სხვა სახეობებშიც აქვს წარმატებები, ეს ამასთანავ იყო დაჯილდოება იყო, დიახ, დაჯილდოება იყო ამასთანავ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სპორტის დეპარტამენტმა ვიტალი ბენდელიანმა ჩაატარა ეს ღონისძიება, დაჯილდოება იყო, თქვენი ბრძანდებოდით, იცით, წარმატებით სხვადასხვა სახეობებში, ჭიდაობა, კარატეც, სხვა სახეობებში, ბურთიან სახეობებში, როგორც ჩვენ ვიტყვით, რაგბიში რამდენიმე კაცი არის ეროვნულ ნაკრებში წარმოშობით აფხაზეთიდან, იქ დიახ, 3 კაცი მგონი ეროვნულ ნაკრებში ახალგაზრდულ გუნდშიც არიან. და ასე შემდეგ, მაგრამ რასაკურველია ყველაფერია დამოკიდებულია ინფრასტრუქტურაზე, ფინანსებზე და სამწუხაროდ ისეა რომ ბიზნესმენების ერთ ნაწილს ეს ესმის კარგად და მეტნაკლებად ცდილობენ დაეხმარონ ქართული სპორტის განვითარებაზე. მეორე ნაწილს ვეუბნები დაეხმაროთ. როგორ სახელმწიფო ხომ ეხმარებაო? მე ვეუბნები თელ სოფლიოში სახელმწიფოც ეხმარება და კერძო ბიზნესიც. იმიტომ რომ ბიზნესმენი იმ დროს არის ძალიან წარმატებული, როცა თავისი შემოსავლის ამ კომპანია, თავისი შემოსავლის ნაწილს დებს სპორტში, საქველმოქმედო ღონისძიებებში და თუ გინდა რომ რასაკურველია ჭკუის წარმოება არ უნდა გამომივიდეს, მაგრამ თუ ის კარგად და პრაგმატულად იქნება დადებული, ისიც მოიტანს მერე გარკვეულწილად პირდაპირ, არაპირდაპირ გაგებით შემოსავალს, მოგებას, წარმატებას პერიოდში სპორტის კუთხით, შეიძლება ფინანსური კუთხითაც მოიწრო, რომ იმას მოაქვს მერე აქეთ ინვესტიცია, აქეთ ცნობადობა, ბიზნეს სფეროების გაფართოება და ასე შემდეგ. და მინდა კიდევ ერთხელ რადგანაც უკვე არ მომეცემა ალბათ სიტყვა. არა, მე აქ უფრო ისეთი ხალხის უფრო მეტი უნდა ისაუბრონ. მე იმედი მაქვს რომ მომავალ წელს ჩვენი საზოგადოება უფრო აქტიურად დაესწრება ამ ღონისძიებებს. სამწუხაროა ის რომ დაუშვათ ქუთაისში, ბათუმში სხვაგან გადაჭედილია დარბაზები, როცა ტარდება რაღაცა ტურნირი, ეს გუნდური სახეობაა თუ კარატე თუ ჭიდაობა და ასე შემდეგ, გადაჭედილია თითქმის და თბილისში სამწუხაროდ თუ ეროვნული ნაკრები არ თამაშობს და გააჩინა კიდევ რომელ სახეობაში, თუ რაგბი თამაშობს, არის ანშლაგი, კალათბურთის ნაკრები თუ არის, თითქმის არის ანშლაგი, მაგრამ ეროვნულ ჩემპიონატებში და იმაში სამწუხაროდ მე მესმის ხა ბევრი სამი გამარჯვება სოხუმი, აი ამის შესახებ რა სიტყვა და მე იმედი მაქვს რომ აუცილებლად უფრო მეტი ხალხი რეგიონებში დადის ბატონო. კი, რეგიონებში დადის და მივმართავთ ხოლმე მშობლებსაც, რომ თავისუფალი დრო როცა არის, ერთ-ერთი ყველაზე კარგია ოპერასთან და თეატრთან ერთად, არასაკურველია სპორტი, იმიტომ რომ ამას ბევრი კუთხით მოაქვს, ბევრი კუთხით და ყველას მიმართა. რაც შეეხება კალათბურთს, ახლა უხერხულია მარტო ერთ გუნდზე ვისაუბროთ, არ ვიცი ჩემ მე არ ვიყავ წინასწარ, ვიბრძით იმისათვის რომ 4 ხელში მოვხდეთ. დანარჩენს გვაშენებს ცხოვრება. კი ბატონო. ბატონო კახა, თქვენ ხშირად დადიხართ სოფლიო მასშტაბით და ტურნირებში იღებთ მონაწილეობას. აი ამ ტურნირებში გობა და რაც თავარია, ну ასეთი შეკრება ვინც მოაწყო, იმასაც დიდი მადლობა ორგანიზატორებს, დღევანდელი არქის ხელმძღვანელებს, უკვე პირველი არქის სახეს არ არის საზოგადოებრივი მაუწყებელი. მაგრამ მოვედი აქ და გამიხარდა რომ აქ არის კახაბასი, რომელიც
ეხლა აი კარო უსულოდ რო ამბობენ მაგრამ მოვედი აქ და გამიხარდა რომ აქ არის კახაბასილია რომელიც ეხლა აი კარო უსულოდ რო ამბობენ სკარაბლიანა ბავ შეჯიბრებიდან რომელიც დიდი ტურნირია ძალიან დიდი ტურნირი რომელსაც ატარებს კახაბასილია რომელიც ალბათ იცით ეხლა უკვე ისაუბრებდით არაოლიმპიურ სახეობათა ეროვნულ კომიტეტზე რომელიც გახლავთ ვიცე-პრეზიდენტი არა ამაზე არ ვისაუბრია ველოდებოდი თქვენ სულ ახლახან შეიქმნა ჩემო ლაშა ის ხალხი ვინც ეს ძალიან ამის შესახებ კიდე ბატონო არაოლიმპიურ სახეობათა ეროვნული კომიტეტი კი არ შეიქმნა იყო შექმნილი თქვით ერთი კვირის წინ მაგრამ კიდე ფასტუმრებია ეს კომიტეტი დიდი ხანია ჩვენ უკვე 10 წელზე მეტია რაც რადიო ჯაგო კოდემაყარას სახელობის და აგერ ხდებათ 1 წლის 15 იანვარს აჯილდოებს სხვადასხვა სახეობაში გამარჯვებულებს, რა თქმა უნდა, არაოლიმპიურ სახეობებში და როგორც კახაბასილია, ასევე ჩემი თემური და გარდა კახასა და თემურისა ძალიან ბევრი თენგის ბაჭკორია ყოველთვის ჩვენთან არის, ნოდარბერიძე ჩვენთან არის, თუმსოფლიოს გარშემო არ ტრიალებს და შენცი კახარ ხოლმე, როდესაც 15 იანვარს დაბადების დღეს, კოტე მახარაძის რადიოს დაბადების დღეს და არა და კოტეს 90 წელი შეუსრულდა და პირველი სპორტული რადიო საქართველოს. რა თქმა უნდა, ეს ყველა კარგად იცის რომ სუფთა სპორტი მუსიკა და ეხლა უკვე შემეცნებითი გაცემების დაემატა. ისე რომ ეს კომიტეტი რომელიც შეიქმნა რა თქმა უნდა სიკეთის მეც არაფერს არ გააკეთეს. მე მინდა მუხტას ნატობიშვილს მადლობა უთხრა, იმიტომ რომ აქამდე მოიტანა მაინც კახა 100-ია თუ ისე მაინც აქამდე ბატონი კახაც იმ დღეს ჩვენთან ერთად იყო. ყველა შეჯიბრებას ესწრებოდა ბატონი თემური. სული და გულით ცდილობდა რომ ყველაფერი ნორმალურად ყოფილიყო. რა თქმა უნდა ის ჩვენ დავტოვეთ და მე მგონი სამართლიანათაც საპატიო პრეზიდენტად იგი გადავიდა ქალაქის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტად და რა თქმა უნდა ესეც ძალიან დიდი დაფასებაა, იგი მადლობელია ლერი ხაბელოვის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის და სხვა ხელმძღვანელების ჩვენ ხელშეუწყობდა ისიც როგორც საპატიო პრეზიდენტი და თქვენ ხართ არჩეული ბატონო არაოლიმპიურ ხო მე ვარ არჩეული იცის ყველა მუპე პრეზიდენტად თუმცა მე რომც არ აერჩიათ სულ ერთია და რომც არ დაენიშნათ მე მაინც ვაკეთებდი ჩემ საქმეს ამ ჩემი გუნდის წევრებთან ერთად დღეს ჩემო ლაშა დღეს მე მგონი ძალიან საინტერესო ამბები მოიტანეს როგორც ნოდარ ბერიძემ რომელიც აგზელებს ჯუმბერ ლეჟავას სახელს უკდავ სახელს და მის დაწყებულ საქმეს აგზელებს და შეეხება კახაბასილიას როგორც ისიც ის არის უკვე ვკფ-ის კარატეს ფედერაციის პრეზიდენტი 2020 წელს უკვე ოლიმპიურ თამაშებში მიიღებს მონაწილეობას თუმცა კახაბასილიას გარდა ვკფ-ისა კიდევ უამრავი სხვადასხვა ფედერაცია აქვს რომლის ხელმძღვანელია და რომელიც დღეს და ღამე მე არ ვიცი ახლა ჩემ გვერდში როზის იმიტომ კი არა რომ ჩვენ ვართ მეგობრები მაგრამ მე გაოცებული ვარ მისი ორგანიზატორული ნიჭით ამასთან კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო ამას ხშირად ვამბობ მაგრამ მიხარია რომ მომეცემა საშუალება რომ ეს არის მერვე დანის ფლობელი ადამიანი რომელმაც იმ დღეს სპორტის სასახლეში არც კინა არც ხვა და არც ფიცარი არ დატოვა სულ ყველა გატეხა თავით მოკლედ გააგიჟა იქ ყოფი ხალხი რადგან ის უკვე კარატისათვის წლებშია მე ვამბობ მოქმედი კარატისათვის თორე ისე კარატისტები ჩვენ გვაქვს იაპონიაში ვიცით 90 წელს მიტანებული ხალხი არიან და იმ იაპონიაში და იმ საიმპერატორო სასახლეში სადაც მას ფერზე ადგომით ხდებიან უნდა იცოდნენ სულ ყველა თუ რა პიროვნებასთან აქვს საქმე აქ არის ჩემი თენგის ბაჭკორია რომელიც რა თქმა უნდა ეს არის საერთაშორისო ჯერ ეგეთი ჟურნალისტი საერთაშორისო მეორე ერთი საგარეო მინისტრი საგარეო მინისტრია სოხუმი გრუზია ასე ქვია მას და თითქმის ყველა მის ჩაცმულობა სწორედ აი ამ სახით წაადგება პოლიტიკურ ბილატროს სადაც სპორტია იქვეა ბატონი თენგის ბაჭკორია თავისი ტრანსპარენტი სახეობის და მithumetes არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროფესიონალი თავის საქმის და თუ Facebook-ზე თუ სხვადასხვა გაზეთებში ყველგან არის მისი მოწინავე სტატიები სხვადასხვა რუსულ ენაზე, ქართულ ენაზე, ყველა ენაზე. რაც შეეხება აქეთ ჩემგან მარცხნივ ევროპის ჩემპიონი ჭიდაობაში, შემდეგ უკვე ნარდის ასოციაციის დამფუძნებელი, ფედერაციის შემდეგ ასოციაციის დამფუძნებელი და რომელიც გახლავთ გენერალური მდივანი, აი ჩვენი ახლახან შექმნილი აღორძინებული
ახლახან აღორძინებული არაოლიმპიური სახეობათა ეროვნული კომიტეტისა. ახლახან დანიშნული. თემური, რომელიც აკეთებს ყველაფერს, მას დააწვა ძალიან დიდი ჯაფა, დატვირთვა სიმძიმე მხრებზე, მაგრამ მას ისეთი გამოცდილება აქვს და ისეთი ვარიშები აქვს ჩატარებული ახალგაზრდობაში, რომ მე მგონი უმაღლესი პიროვნება გადაიტანს. შეეხება ნოდარ ბერიძეს, ეს არის ადამიანი, რომელმაც ჯუმბელ ლეჟავას სახელი უკვე საინტერესო. უკდავყო. ადამიანი, რომელიც ათეული მე მგონი ათეულობით ყოფილა, მე ჯუმბელ ლეჟავაზე ვსაუბრობ, გინესის რეკორდის ავტორი. მე მგონი 32 ზუსტი ციფრი არ ვიცი, მაგრამ მე ვიცი რომ მრავალი ათეული, რომელთაც აღინიშნება მისი გინესის რაოდენობა. სოფლიო კი არა, ჯუნგლები მოიარა. ესე იგი ჯუნგლებში შედიოდნენ ლომები, იმას ჭამდნენ და მოგლედ შევიდა ჯუმბელეჟევა და გამოვიდა სახსალამათი. ნოდარ ბერძესაც უნდა ამის გაკეთება, მაგრამ ჯერჯერობით დაყინული ცივი სწორედ იმ ურალიდან ჯერ ვერ გამოაღწია. წარმატებები უსურვოთ. ნოდარ ბერძე, რომელიც არის, მე არ ვიცი, აი ასეთი ადამიანი უნდა დაიბადოს, არ არსებობს, ვერავინ ვერ შექმნის. რაც უფრო მეტი იქნება, მით უფრო უკეთეს რომელსაც თავისი პრობლემები აქვს, თავისი სხვა საქმეებია გასაკეთებელი, მაგრამ თავის უფროსი მეგობრი ჯუმბერ ლეჟავას ამ ანდერს არ ივიწყებს და აკეთებს ყველაფერს. ჩვენ მას ხარში უნდა ამოვიგეთ. ყველა ქალაქში მე მესმის მისი დარეკვები ღამის 2 საათზე, პირველზე, 3-ზე, ამას ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა, რომ მეტყვის რომ კამჩატკაზე ვარ, -45 გრადუსი ყინვა, ეს კი ველოსიპედზე ზის ამხელა. კაცი ჯერ ეგეთი წონითაც მე მგონი, ახლა ჯუმბერ ლეჟავა ცოტა სხვა წონისა იყო ეს, სხვა წონისა და აი ამ წონის კაცი ველოსიპედით რო შემოირის სოფლიოს და სამყაროს, ეს არის საოცრებო შემოგაშა და რა თქმა უნდა ჩვენს აი ამ გადაცემაში, ჩვენს მიმოხილვაში მე კიდევ ერთხელ მინდა მოვიყადო ბოდიში ტელემაყურებელთა წინაშე. უთხარით მე ხო შენ უკვე უთხარი მიზეზი და აი გავერთიანდით რა პირველ არხზე ვინც არის, ის არის ხალხი, ვინც ყველა არს ეკუთვნის. ის ვაჭგორიას რაღაცა აქვს სათქმელი და ძალიან ბატონო ჩვენ გადაცემა ძალიან საკმაოდ ბევრი ხალხი უყურებს და ახალგაზრდები მათ შორის ბატონმა ჯამლეთმა დაახასიათა თითქმის ყველა ვინც არის ლაშაზე ნაკლები თქვა, მაგრამ მე შევავსებთ ამ პატარა ნაკს, მაგრამ მე მინდა გითხრათ თვითონ ბატონ ჯამლეთზე ერთი წამით. ახალგაზრდებს ვეუბნები, რომ არა მარტო კომენტატორი არის, ძალიან დიდი სპორტული წარსული აქვს ბატონ ჯამლეთს, როცა მე ვსწავლობდი მის ბიოგრაფიას და მე ნელ-ნელა ვალაპარაკებდი თბილისის ჩემპიონი კრივში. თამაშობდა ფეხბურთს. მე იყო საკმაოდ წარმატებული ხელბურთელი და საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში სტუდენტებს შორის გუნდმა აგრარულმა უნივერსიტეტმა ხო სოფლის მეურნეობის ინსტიტუტმა დაიკავა მგონი მეორე თუ მესამე პირველი ადგილი ჩემპიონი გახდით. სტუდენტებში მე რა ის მაღალი დონე იყო ის ჩემპიონატი. ფაქტიურად უნივერსიტეტი იყო ეს ფაქტიურად უნივერსიტეტი ამ 15 რესპუბლიკის 15 ქვეყნის. შემდეგ აიყვანეს თბილისის ბურევესტინგში, რომელიც იმ დროს 64 წელს იყო ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ევროპაში. ჩემპიონთა თასი აიღეს 63-ში თუ 64-ში აიღეს. ჩემპიონთა თასი ფინალში ავიდნენ და იუგოსლავიის გუნდთან წააგეს, ხო, კენჭისყრით. მაგრამ ეს სამი თვე ვიყავი ამ გუნდში და კიდე კარგი რომ მე ამ გუნდიდან ახლა ინციდენტი მომივიდა ეს სამხონგა ხელბურთელთან წამოვედი და გავხდი სპორტის. ამიტომ ამას ადროხები ახლა. მე გახდი თქვენ კომენტატორი, დაიწყეთ და არა მარტო კომენტატორი, არამედ კარგი ორგანიზატორი საქართველოს ეროვნული ნაკრები რომ შეიქმნა კალათბურთში 94 წელს, იქ რამდენიმე კაცი იყო ამის ორგანიზატორი, ერთ-ერთი მთავარი ძალა როგორც თქვენ მოტორი და დისპეჩერი იყო ბატონი ჯამლეთი. ფესოლი ბარდელიანი, ნოდარ ქორქია და როლანდ ხომერიგი ფედერაციიდან მაშინ და ხო ბოლოს მივდივარ იმისკენ რაც ის მე დავიწყე 4 იანვარს თბილისში ახალ სპორტის სახლში მაგალითად ტარდება ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო შესარჩევი ტურნირის ოფიციალური მატჩი საქართველოს ლუქსემბურგი ხელბურთში ჩვენი ნაკრები კიდევ ერთხელ მოგმართა თხოვნით ახალგაზრდებს მოდით ახალი წლებია და ვინც თბილისში არის მოგზანდით ამას წინათ 2 დღე 2 მატჩი სპარინგ მატჩი ჩაატარა ისრაელის ნაკრებმა 27-28 ერთნაირი ანგარიშით ორი თამაში ერთნაირი და მინდა გითხრათ რა მოყვები ახლა ამას ისრაელის დელეგაციას მოყვებოდა ისრაელის გუნდს ფედერაციის წარმომადგენლები და წნელები და ერთ-ერთმა წნელმა გადმომცა მე ისრაელის ხელბურთის ასოციაციის
ემბლემა და შესაბამისი ატრიბუტიკა მთხოვა სად არისო ბატონო ჯა მეუთხარი სხვა ღონისძიებაზე სამწუხაროდ და ამიტომ მინდა ეს გადმოგცეთ ოფიციალურად როგორც ორი ქვეყნის მეგობრობის აღსანიშნავად მინდა ეს სიმბოლურად გადმოგცეთ რადგანაც ხელმურთელი ხართ და მინდა ეს გადმოგცეთ დიდი მადლობა თენგო წარმატებებს გისურვებთ და კიდევ მინდა გითხრათ რომ რატომ არის ვეტერანი კომენტატორი რეკორდსმენი ბატონო ჯამბლეტი 73 წლის არის და 53 წელი მუშაობს ტელე-რადიო კომენტატორად ტელე-რადიო როგორც ვიცით რომ გაგზავნილია საბუთები ბატონ ჯამბლეტზე იჰინესის წიგნში ახლა ისინი არკვევენ იყო თუ არა ვინმე ხომ არ გამოგვეპარა რადიოში ყოფილა ხო უფრო მეტი მაგრამ ტელე-რადიო არ ყოფილა მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა მოგცემენ ოფიციალურად აღიარებენ თუ არა ყველა მიცის და ამასთანავე როცა ჩატარდა კოტე მახარაძეს ლეგენდარული კომენტატორის და მწყენვალე მსახიობის იუბილე 90 წლის თავის თქვენ იყავით ამის ორგანიზატორი მენეჯერი ძალიან ენერგიული კაცი ბრძანდებით თქვენი პატარა მინუსები რაც თქვენ გაქვთ ის თქვენ თვითონ იცით და ყოველთვის მუშაობთ რომ თქვენ ყოველთვის ამბობთ იმას რომ ვინც არ მუშაობს ის არ ცდება მაგრამ მთავარია გამოსტორდება ის სიტუაცია რომელიც არის სპორტში უკეთესობისკენ უნდა წავიდეს და გისურვებთ წარმატებას ბატონო ჯამბლეტი დიდი მადლობა თენგო მე ვეღარ გაგეჩერე ახლა ჩვენ ახლა სამყაროების ქება არა ქება არის ეს კონსტატაცია იყო ფაქტის კონსტატაცია არა ვარ კომპლიმენტატორები ვარ კომენტატორი ბატონო ჯამბლეტი ბატონ თემურისთან გადავიდე შეკითხვით იმიტომ რომ დიდი ხანია სიტყვა არ მიგვიცია და რა იგეგმება ამის შემდგომ ბატონო თემურ თუ შეიძლება